საქმე ეხება გუშინ 15 სექტემბერს მომხდარ მოვლენებს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეებს, როგორც ისინი ამბობენ, თავს დაესხნენ უცნობი პირები. კერძოდ კი პირველი შემთხვევა ინციდენტი მოხდა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც როგორც მარშის მონაწილეები განმარტავენ, 6 ან 7 პირი მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და მათ საპროტესტო შეძახილებს სიტყვიერად შეურაცხყოფას აყენებდა, პასუხობდა სიტყვიერი შეურაცხყოფებით, სხვადასხვა უწმაწური სიტყვებით, როგორც მოქალაქეები ამბობენ და მოგვიანებით კონფლიქტი გაგრძელდა უკვე რუსთაველის, გამზირისა და ბესიკის ქუჩის კუთხეში. კერძოდ, უკვე აი ამ მონაკვეთზე დაძაბულობამ ფიზიკური ხასიათი მიიღო, როდესაც ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა, ერთ-ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რა დროსაც ორი დემონსტრანტი მას გაეკიდა და ახსნა განმარტება და მისი ვინაობის გამხელა მოითხოვა. მოგვიანებით უკვე შინაგანსაკუთრებათა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება მომხდართან დაკავშირებით და განმარტა, რომ 2009 წელს დაბადებული პირი არის დაკავებული ამ საქმესთან დაკავშირებით და კერძოდ მას ძალოვანი უწყება ედავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას, ასევე საბრძოლო ნივთების უკანონო შეძენა შენახვა ტარებას, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს 7 წლამდე პატიმრობას. როგორც თავად უწყების განცხადებაში არის განმარტებული, ეს პირი საპოლიციო ძალებს, სამართალდამცველებს გადასცეს თავად დემონსტრანტებმა და ის იარაღიც გადაცემული არის დემონსტრანტების მხრიდან. სწორედ ამაზე საუბრობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები, რომ პოლიცია უმოქმედოდ იყო გუშინდელი დაძაბულობის პერიოდში, ისინი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ბრალსდებენ სამსახურებრივ გულგრილობაში. სწორედ ამის შესახებ გაკეთდა განცხადება სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. მარშის მონაწილეები განმარტავენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არის სისტემური ხასიათი, რომელშიც ისინი ადანაშაულებენ მათ შორის სამთავრობო უწყებებს და ამბობენ, რომ ამ ფორმით ქართული ოცნება ცდილობს ძალადობის წახალისებას, რამაც შეიძლება ერთ-ერთად ფატალური შედეგი გამოიწვიოს, როგორც ისინი ამბობენ, ასევე მათივე განმარტებით ამ ყველაფერში დამნაშავე არის საინფორმაციო პროპაგანდა, როგორც ამას ამბობენ და ბრალსდებენ მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, რომელიც მათი თქმით სათანადოდ არ აფასებს და არ აშუქებს მიმდინარე პროცესებს. გუშინ 15 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო მსვლელობას რამდენიმე პირი დაესხა თავს. აქედან ერთ-ერთს იარაღი აღმოაჩნდა. საბედნიეროდ ჩვენმა თანამებრძოლმა ლევან ჯობავამ მოახერხა პირის განიარაღება. თუმცა რომ არა მოქალაქეების სწრაფი რეაგირება, არ ვიცით რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო წუხელ. უნდა ითქვას, რომ ეს ჯგუფური თავდასხმა არ ყოფილა შემთხვევითი და მას მიზანმიმართული პროვოკაციის სახე ჰქონდა. მეტიც, მას ჩვენ საწინააღმდეგოდ აგორებული სამთავრობო ძალადობრივი პროპაგანდის ლოგიკურ გაგრძელებად მივიჩნევთ. რაზეც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს პოლიციის უმოქმედობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფიზიკური საფრთხე დღითიდღე მატულობს, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ეგრეთ წოდებულ მთავრობას ვაკისრებ. ჩვენ პირველივე დღიდან ვიბრძვით სიმართლისთვის და მიუხედავად იმისა, თუ რა ბინძური გზებით შეეცდება რეჟიმი ჩვენთან დაპირისპირებას, არ ვაპირებთ დანებებას. ვიბრძოლებთ, მანამ სანამ მოძალადეები პასუხისგებაში არ მიეცემიან. არ დაირჩებიან ის ძალოვნები, ვინც ჩვენი თანამებრძოლები აწამეს, სანამ რეჟიმის ტყვეები არ განთავისუფლდებიან და მანამ სანამ ხალხი არ დაებრუნებს სამართალს და დემოკრატიას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეებს ფიზიკურად ესხმიან თავს, ასევე აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აი ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე და მაგალითად რომ მოვიყვანოთ, მსგავსი ფაქტი მოხდა 8 სექტემბერს, როდესაც ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ მელიქიშვილის გამზირზე კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილ მოქალაქეებს, მათ შორისაც იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები და სწორედ აი ამ მოვლენების გაგრძელებად აღიქვა
მოთხოვენ ისინი გუშინ 15 სექტემბერს რუსთაველის გამზირისა და ბესიკის ქუჩის კუთხეში მომხდარ მოვლენებს. რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს მარშის მონაწილეებისა, ისინი კვლავ გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ, სადაც საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან უკვე თითქმის 300 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები, უცვლელი მოთხოვნებით დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს კენჭისყრის პროცესი სამართლიან გარემოში და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებული პირები, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები, მსახიობი, იუმორისტი ონისე ცხადაძე, ასევე სხვა პირები, რომლებსაც ისინი უკანონოდ დაკავებულებად მიიჩნევენ. უცნობია დღეს თუ შედის მათი მარშის მონაწილეების გეგმებში მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან მისვლა, სადაც 3 სექტემბრიდან უკვე თითქმის ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები.